ეფესელთა პირველი თავის 15-დან მე-17 მუხლის ჩათვლით. პავლე მოციქული წერს ეფესელებს. ამიტომ მეც, როცა შევიტყვე თქვენი რწმენა უფალ იესოში და თქვენი სიყვარული ყველა წმინდანის მიმართ არ წყვეთ ღვთისადმი მადლიერებას თქვენთვის. პავლე მოციქული წმინდას უწოდებს ყველას, ვინც გამართლებულია იესო ქრისტეს მადლით. ჩვენ ყველანი წმინდანები ვართ და ასე მიმართავს ყველა წმინდანებს. რას ნიშნავს ჩვენ ვართ წმინდანი ძვირფასებო? როდესაც შენ ირწმუნებ, როდესაც შევიტყვე თქვენი რწმენა უფალ იესოში, რას ნიშნავს რომ მე მწამს უფალ იესო ქრისტე? როდესაც ჩვენ ქუჩაში გავდივართ და ვკითხულობთ გწავს იესო ქრისტე, ყველა იტყვის რომ მწამს. ვინც მართლმადიდებელია. მაგრამ ჩვენ ვიცით და პავლემაც იცოდა რომ იესო ქრისტეში რწმენა ნიშნავს იმას, რომ შენ გჯერა რაც მოხდა შენთვის გოლგოთის ჯვარზე. და თუ შენ გჯერა რაც მოხდა შენთვის გოლგოთის ჯვარზე და ჩემთვის რა მოხდა გოლგოთის ჯვარზე, ჩემი ცოდვები წაიღო იესომ და მისი სიწმინდე გახდა ჩემი საკუთრება. ესე იგი მე მჯერა რა? მჯერა შენაცვლებითი მსხვერპლის, მჯერა რომ მე მართალი ვარ. მადლით გამართლებული ვარ. დღეს ვამბობ რომ მე ვარ მართალი. მე ვარ გაწმენდილი. რატომ? იმიტომ რომ იესო ქრისტემ წაიღო ყველა ცოდვები. გესმით ძვირფასებო? აი ეს მჯერა და მწამს. თუ იესომ ჩემი ცოდვები და უკეთურებები წაიღო, ხო? ესე იგი მე თავისუფალი ვარ. თუ მე მქონდა ვალი $100,000 და ბანკმა მითხრა რომ ჩამოწერილია შენი ვალები, ხო? ესე იგი მე თავისუფალი ვარ, ასე არ გამოდის? კიდე რაღაცთვის ვაგროვო ფულები და მეშინოდეს ბანკიდან არ დამირეკონ დღეს. თუ მომცეს დოკუმენტი რომ ჩამოწერილია შენი ვალები და ხარ თავისუფალი, ესე იგი შემიძლია ხვალ რომ შემომივა ხელფასი $1,000 წავიდე დავპატიჟო ჩემი ძმა და წავიდე შაურმა ვჭამო. ასე არ არის? თავისუფლად. თუ კი შენ ჯვარზე შენი ცოდვები გეპატია, მაშინ რაღაც წერო ცოდვილი ვარ, უბედური ვარ, უბადრუკი ვარ, ყველაზე ცოდვილი მე ვარ. რისთვის ამბობ ამას? გასწორდი წელში და თქვი, მე მართალი ვარ იესო ქრისტეში. დიდება იესოს. ამიტომ ძვირფასებო, რწმენა იესო ქრისტეში გათავისუფლებს შენ. წელში გასწორებს შენ და სილახეს გაძლევს ღმერთის წინაშე. ამიტომ არის სიდიადე იესო ქრისტესი, რომ ჩვენ გაგვანთავისუფლა უღირსები. ამაშია მთელი მისი სიდიადე, რომ ჩვენ უკვე ჩვენი ცოდვები წაშლილია, ჩამორეცხილია, აღარ მოიხსენიება. დიდება იესოს. ამიტომ თქვენი რწმენა უფალ იესოში და თქვენი სიყვარული ყველა წმინდანის მიმართ, ანუ ერთმანეთის მიმართ. არ წყვეთ ღვთისადი მადლიერებას. ამიტომ მადლიერი ვარ ღმერთის, რატომ? რომ ეს გაიგეთ. რომ ეს შეიმეცნეთ, რომ რჯულით კი არ არის და თქვენი საქმეებით, არამედ მადლით, კეთილგანწყობით, საჩუქრად მოგეცათ ეს ყველაფერი. დიდება მის სახელს. მაგრამ პავლე მოციქული აგრძელებს ძვირფასებო. ანუ ეს ერთი ნაწილი, რომ კი მე გავიგე რომ გააქვთ ეს რწმენა და სიყვარული გაქვთ ერთმანეთის მიმართ და ამიტომ მადლობას ვუხდი ღმერთს ამისათვის. მაგრამ ჩემი ლოცვა გრძელდება, ამბობს პავლე მოციქული.
გიხსენებთ ჩემს ლოცვებში. როდესაც მადლობას ვუხდი, ეხლა ვაგრძელებ ლოცვებს თქვენთვის. რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად. მას შემდეგ რაც თქვენ ეს გაიგებთ, რაც მოხდა ჯვარზე და გათავისუფლდით და მოგეცათ გამართლება, ამის შემდეგ ჩემო ძვირფასებო, პავლე მოციქული ამბობს, რომ ეხლა ვლოცულობ კიდე იმისათვის, რომ მეორე ნაბიჯი გადადგათ. რა არის ეს მეორე ნაბიჯი? რომ ღმერთმა მოგცეთ მამამ, ღმერთმა მოგცეთ დიდების მამამ სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად. იმისათვის, რომ ჩვენ ღმერთი შევიცნოთ, ეს სიტყვა არის ეპიგნოსის, რომელიც ბერძნულად ნიშნავს სრულ ცოდნას. მართალი ეხლა შენ გამართლებული ხარ, ეს უკვე იცი და გიხარია, მაგრამ ეხლა არის მეორე ნაბიჯი საჭირო, რომელიც არის იესო ქრისტეს შეცნობა. ანუ ეს სიტყვა ეპიგნოსის არის, როდესაც პრაქტიკულად შეიცნობ ღმერთს, იესო ქრისტეს. აი მაგალითად მე როდესაც დავდიოდი ხელოსანთან, ხო, მანქანის ხელოსანთან, ხო? მანქანის ხელოსანი მიცნობდა უკვე მე. რამდენჯერმე ვიყავი და უკვე რომ მივიდოდი, მიცნობდა, მომესალმებოდა, იცოდა ჩემი ტელეფონზე რო ურეკავდი, ხმას ცნობდა და ოპელი რომ ყავდა, იცოდა. მაგრამ ეს ცნობა სხვა არის და სხვა არის, როდესაც დედა შენი გიცნობს და შენი ქმარიან ცოლი გიცნობს. ხო არის სხვადასხვანაირი შეცნობა რა? დედა მოხარშულს გიცნობს, რომ იტყვიან ხოლმე, ხო? მაგრამ ხელოსანმა იცის ზერელეთ შენ შესახებ. ამიტომ ამბობს, აი ეს სიტყვა ეპიგნოსის ნიშნავს ისე როგორც დედა მიცის შენი ყველაფერი. ნათქვამია ხოლმე რომ მუნჯის ენა დედა მიცისო, ხო? როდესაც ეხა შორენა რაღაცას იტყვის ხოლმე, ჩვენ ვიგებთ და სხვამ შეიძლება ვერ გაიგოს. რა თქვა ამან? ასე ანუ მეორე ნაბიჯი უკვე არის, რომ შენ პრაქტიკულ ცხოვრებაში, შენს ურთიერთობაში გაიცნო იესო ქრისტე. მაგრამ აქ დაწერილია ძვირფასებო, რომ ღმერთმა უნდა მოგცეს მამამ. ზეციდან უნდა შემოვიდეს შენში სიბრძნისა და გამოცხადების სული. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ვინ ვართ ჩვენ ვართ სული. მაგალითად ზოგიერთი სული არის ფიცხი, ზოგიერთი სული არის უსიამოვნო საუბრის, უსიამოვნო გრძნობებით, ხო? ზოგიერთი ტკბილი არის ხოლმე, ზოგზე იტყვიან, რომ ტკბილი ადამიანიაო, ზოგზე იტყვიან, ხო, ძალიან უხეში არის, ურთიერთობა არ გინდაო. მაგრამ ჩვენ უნდა მოგცეს სული ღმერთმა, ჩვენი პიროვნება, რომელსაც ექნება გამოცხადება და ექნება სიბრძნე. ანუ ჩვენ უნდა ვთხოვოთ ღმერთს, რომ მოგვეცის სიბრძნე. ანუ ზედაპირული კი არა, ზოგიერთი ქრისტიანი ზედაპირული არის. ზოგიერთის ლოცვა ზედაპირულია, ზოგიერთის ღრმა არის. საიდან მოდის ჩვენი სიღრმე? სიტყვიდან და იესოსთან ურთიერთობით, სიტყვის გააზრებით, ჩვენს ცხოვრებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი ქრისტიანი ცხოვრება ცალკეა, ეკლესიური ცხოვრება ცალკეა და მისი ცხოვრება ცალკე არის. არა, ეს უნდა იყოს უფალთან ურთიერთობის გამოცხადება უნდა მოგცეს. როდესაც გეციმანის ბაღზე კითხულობ, ხო, უნდა გაიაზრო, უნდა შინაგანად მიხვდე, რას ფიქრობდა იესო, რა კავშირშია შენ ცხოვრებასთან. მაგრამ ეს ყველაფერი მოდის მამისაგან, დიდება იესოს. ამიტომ გვჭირდება ჩვენ ლოცვა, იცით, ზოგიერთი ქრისტიანის ლოცვა ძალიან ზედაპირულია. ღმერთო, ეს მომეცი, ჩემი შვილი კარგად იყოს, უმაღლესში ჩავაბარო, ფული მომეცი, მანქანა რო ვიყიდო, ჩემმა ქმარმა სამსახური იშოვოს და ამით შემოიფარგლება. მაგრამ ზოგიერთის ლოცვა ღრმა არის, უფალო, გამიცხადე, შენთან ურთიერთობა მინდა, უფალო, როგორი შეიძლება იყოს
ზეცა ან ჩემი მომავალი. ამიტომ ჩვენ ვლოცულობ და ხშირად მე ლოცვაში ვამბობ ხოლმე მოგვეცი სიბრძნისა და გამოცხადების სული. რომ გამოცხადება არის ის, როდესაც ჩვენ ლოგიკურად ვერ მიხვალ იმ დასკვნამდე, რაღაც უცებ უნდა გაგეხსნას და მიხვდე. როდესაც შენ მიხვდები, ზეციდან მოვა და გაგეხსნება ეს ყველაფერი და იტყვი ღმერთო რა ღრმა ყოფილა და რა დიდებული ყოფილა თურმე ის, რასაც მე ვერ ხვდებოდი. დიდება უფალს. ეს არის სრული ცოდნა, ეს სიტყვა ექსპერიმენტული, ანუ იესოს მიმართ გამოცდილებითი ცოდნა. რა არის გამოცდილებითი ცოდნა ძვირფასებ? მაგალითად, ახალგაზრდა თხოვდება, ან ცოლი მოყავს, ხო? მის მშობლებს აქვს გამოცდილებითი ცოდნა. მათ იციან ცხოვრება რთულია, ოჯახი ადვილი ამბავი არ არის. ამიტომ, როდესაც გოგონა ან ბიჭი რჩევებს აძლევენ, შვილო, ეს გოგო არ გამოგადგება, ეს ბიჭი არ ივარგებს. რატო გამოცდილებითი ცოდნა აქვს? გოგო და ბიჭმა არ იცის, ეხლა ხშირად არის ხოლმე, ალბათ რო გავყვები, მერე შეიცვლება და რაღაცა. ხო? მაგრამ ღმერთი ეს სიტყვა ნიშნავს, რომ შენთან ერთად მინდა იესო ვიცხოვრო და გამოცდილება მივიღო დაცემის და წამოდგომის, კურთხევის და შენი ხელის შეშველების. მე მინდა რომ ჩემს ცხოვრებაში შენ გრძნობდე და მქონდეს გამოცდილება შენთან სიარულის. დიდება იესოს. რადგან როდესაც გამოცდილებითი ცოდნა გაქვს, როდესაც პრობლემა მოდის შენს ცხოვრებაში, დაქალს კი არ ურეკავ და კი არ გარბიხარ, არამედ მუხლებზე ეცემი და ღმერთს თხოვ დახმარებას და იცი, რომ ღმერთმა 5 ჯერ უკვე ამოგიყვანა წუმპედან, მე-6-ედაც ამოგიყვანს, რადგან ამბობ, რომ თუ აქამდე მომიყვანა ღმერთმა, ამის იქეთაც წამიყვანს და ღმერთის ძალა ყოველთვის არის ის, რომელიც გამამარჯვებინებს. ეს არის გამოცდილებითი ცოდნა. ამიტომ თხოვ უფალს, რომ შენთან სიარულის ცოდნა მომეცი. დიდება იესოს. ანუ ძვირფასებო, მე მინდა რომ სახლში თქვენი ხარ, ეს ხო ჩაწერი იწერება, ხო? სახლში მინდა რომ ამოიწეროთ, ანუ იცით, ზოგჯერ ვიტყვით ხოლმე, რომ როგორი უნდა იყოს ლოცვა, ხო? ჩვენ როდესაც იესოს ლოცვას ვკითხულობ, ძალიან მოკლე არის, აი დღესაც ლოცვაზე წავიკითხე, რომ იესო ლოცულობდა გეციმანიაში უფალო, გთხოვ რომ ესასმისი ამაცილო, მაგრამ როგორც შენიშნება იქნება, ხო? სულ რაღაც 1-2 წინადადება, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ 1 საათი ლოცულობდა, იმიტომ რომ როდესაც მივიდა შემდეგ მოციქულებთან, იმათ ეძინა და უსაყვედურა რომ 1 საათი ვერ გაძელითო, ისე რომ არ დაგძინებოდა თო, ესე იგი 1 საათი ლოცულობდა, მაგრამ ჩაწელი სულ 2 სიტყვა. მაგრამ კარგია რომ ჩვენ აქ პავლეს ლოცვა გვაქვს ჩაწელი, ანუ ეფესელთა პირველი თავის 15-დან 18 მუხლის ჩათვლით, ასევე კოლასელთა პირველი თავის 9-დან 10-ის ჩათვლით, თქვენ თუ წაიკითხავთ ამას, თქვენ მიხვდებით როგორ უნდა ილოცოთ ღმერთის წინაშე და რა უნდა თხოვოთ იმის მიღმა, რაც არის უფალო, ჩვენ ლოცულობთ საქართველოზე, ოჯახზე და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის ღრმა ლოცვა, რომელიც შენს გჭირდება. და ეს რო 2 ლოცვა რო შევაერთოთ, ასე ჟღერს. ასე უნდა ილოცოთ. ღმერთო, მომეცი სიბრძნის სული, მოავლინე ჩემზე გამოცხადების სული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაიზეპი რომ და ასე ილოცო, მაგრამ ეს არის ის, რაც გჭირდება, რადგან სურს შენი შეცნობა, ეს ეპოგნიზის, რომელიც თქვით. იესო სურს აღვივსო ჩემდამი შენი ნების შეცნობით. აღმავსე მთელი სიბრძნით, აღმჭურვე სულიერი განსჯის უნარით, რათა აღვივსო შენი ნების შეცნობით. მომეცი ძალა და გაგება, რათა შენ რომ შეგეფერება, ისეთი ღირსებით ვიარო შენს წინაშე. დამეხმარე, რომ ყველაფერში გასიამოვნო ყოველ კეთილ საქმეში თანაზიარებით და ამით ნაყოფის მოტანით. გასიამოვნო შენს შემეცნებაში, გაგებაში, აღქმაში ზრდით.
მთელი და ნათელი გახდეს ჩემი გულის თვალები, რომ დავინახო რა არის ჩემი მოწოდების, მორწმუნეობის მომავალი, იმედი და შედეგი. Გამიცხადე და მომეცი სილაღე, სიმშვიდე იმის აღქმით, თუ როგორი დიდებულია ის მემკვიდრეობა, რომელიც მაქვს, როგორც გამართლებულ წმინდანს. ეს არის ის ჩემი სიტყვებით, ანუ პავლე მოციქულის სიტყვების პერეფრაზირება ძვირფასებო. ამიტომ გთხოვთ, რომ ესენი წაიკითხოთ, გაიაზროთ და იცოდეთ, რა უნდა თხოვოთ ღმერთს იმისათვის, რომ შენ ცხოვრებაში იყოს კურთხევები და უფრო ღრმად შეიცნოთ უფალი. დიდება იესოს. მოდით წამოვდგეთ ყველანი ძვირფასები.